მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს კიდევ ერთი თაობის წარმომადგენელი უნდა გაგაცნოთ, ძალიან კარგი ბიჭი, მშრომელი, 20 წლის ლუკა ჯავახიშვილი ნორიოდან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მამა ძიუდოისტი იყო და მამის წარმატებების, შრომის, მიღწევების შემხედვარით თავადაც მოუნდა რომ გამხდარიყო ძიუდოისტი და ფიქრობ რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 6 წლიდან დღემდე არაერთი გაჭირვება გამოიარა, უამრავი გაჭირვების, იმედგაცრუების ფიზიკური ტრავმის მიუხედავად დღეს მსოფლიო ჩემპიონია. არაერთი წარმატება მოუტანა საქართველოს და კვლავაც აპირებს მომავალში და მისი მიზანი ახლა არის რომ გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი, ამიტომ წარმატება უსურვოთ. დანარჩენს ტრადიციულად ვიხილავთ სიუჟეტში. ვნახოთ სიუჟეტი. ბევრი ტრავმა გამივლია, ბევრი გაჭირვება გამივლია, ბევრი იმედგაცრუებაც გამივლია, მაგრამ დღეს მე ვარ მსოფლიო ჩემპიონი. ჯორჯია ლუკა ჯავახიშვილი. ვარ ძიუდოისტი, 4 გზის საქართველოს ჩემპიონი. ასევე ვარ 4 გზის ევროპის თასის ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატზე მაქვს ორჯერ მესამე ადგილი აღებული და ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთხელ მეორე ადგილი ავიღე და ბოლოს ჩემპიონი გავხდი, პირველი ადგილი დავიკავა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ტიტულებიდან იყო ტაჯიკეთში მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ძნელი იყო მოხვედრა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან მაგარი კონკურენციაა, მაგრამ მე შევძელი და მოვხვდი. როდესაც სტატამზე გავდიოდი, დავინახე ქართველი გულშემატკივარი. იმხელა სტიმული მომეცა, რომ არ შემეძლო, უბრძოლად გამოსულიყავი და უფლება არ მქონდა, რომ წამეგო ეს შეხვედრები და მართლაც ესე მოხდა. გავხდი ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი და ტაჯიკეთში აზღერდა საქართველოს ჰიმნი. სიტყვებით ვერ ავხსენ გზნობას, აი იქ რო დგეხარ და შენი დროშა სხვა დროშებთან შედარებით ყველაზე მაღლა რო არის აწეული და ყველა რო შენ ჰიმნს ისმის. როდესაც შემოვედი ძიუდოზე 6 ასაკში, ცოტა მიუღწეველი მეგონა ეს შედეგები რაც ახლა მაქვს მე და ანუ ტატამიც კი დიდი მეგონა, მაგრამ შრომამ და სიყვარულმა ამ სპორტის შემაძლებინა ეს ყველაფერი. თუ რაღაცა გულით გინდა, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო ადამიანმა, რომ მიზანს მიაღწიო. მე ვერც წარმოვიდგენდი წლების წინ რომ მსოფლიო ჩემპიონი ვიქნებოდა შეუძლებელი მეგონა, მაგრამ ეხლა მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ეს ყველაფერი რეალობად ვაქციე. თუ კითხვა გაჩნდება, დამარცხებას უფრო დიდი ემოცია აქვს თუ გამარჯვებას, ვიტყვი რომ ორივეს თანაბრად, იმიტომ რომ როდესაც იმარჯვებ, იმხელა ემოციები გაქვს, რომ შენ ქვეყანას ასახელებ, შენ ოჯახს ასახელებ და ამ ხელა შრომა წყალში არ გეყრება. და გიფასდება ის შრომა, რაც ამდენი წლების განმავლობაში გაიღე, მაგრამ დამარცხებასაც ძალიან დიდი ემოციები აქვს. რამდენჯერაც დავმარცხებულ ვარ ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ჩემ თავში ძალა მიპოვია, რომ შემდეგ შეჯიბრზე გამარჯვებული დავბრუნებულიყავი და ასეც ხდებოდა, იმიტომ რომ არასდროს ხელი არ ჩამიქნევია. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ერთი თვის წინ გავხდი საქართველოს ჩემპიონი დიდებში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის. ახლა კი ჩემი მიზანი არის, რომ დიდებში დავიმკვიდრო ჩემი ადგილი, გავხდი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი და რაც ყველა სპორტსმენის ოცნება არის ოლიმპიური ჩემპიონი და ჩემი სახელი და გვარი ჩაეწეროს მსოფლიოს ისტორიაში.